შეიძლება გაეცნოს ვიღაცას რაში აინტერესებს მილიონერს შენი რაღაცა ქოხი, ხო? მაგრამ ის ქოხი უფრო ტკბილი და გემრიელია ვიდრე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჩემთვის. ბატონო, ვიცი. მდიდარი ინვესტორი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩემი მაპაპისეული ადგილია და ვერ დავთვალ ამ ადგილს. უბრალოდ ვერ გავიმეტებ ამ ადგილს, რომ გავყიდო. აი შემოღობეთ და ბაბუა ჩემის იყო და ორი კაცი udასტურებს, რომ ბაბუა ჩემის იყო, კი ლობიოს ერთად ჭამთ რაღაცები და ხო ვიცით როგორც ხდება და რაც ხდება, ხო? მისი მხარე უჭირავს ივანიშვილის ხელისუფლებას, როცა მკვიდრი მოსახლეობისა და მილიონერის ინტერესები იკვეთება. კოლხოზე გადაყოლილია რაიონზე, თუ დაინახავენ და თუ მიხვდებიან. რა ხერხს იყენებს სისტემა უბრალო ადამიანების ჩაგვისთვის? გაიწყდა ღამადებს მეუთხარი და 6-დან 9-ზე ლიზადი თაღლითობის მუხლი და სისხლის სამართალი. უნდა გაათხოვდა დავწმენდება რამეც. რა ბრალდებას უყენებს მილიონერი ადამიანებს, რომლებიც 100 წელზე მეტია დღეს იცავენ? აი ისიც ვის არ უნდა მაგმეურნეობის და სარეგრაციო ფორმის გადაკეთება? არჩვია, გატყაული არჩვია. რა? ხა. შინავრად ხა. და როგორ ექცევა თავად მილიონერის სხვის საკუთრებას, ჩვენ საკუთრებას, სახელმწიფო ქონებას. ეს კამერა უნდა გათიშოთ აქ. რატომ უნდა გავთიშო? იმიტომ რომ კერძო საკუთრებას იღებ. ახლა კერძო საკუთრებაში დგავა? ხო იქით იწება. სად ვიდე? აი რა ქვიათ? საირმის ფეოდალის ახალი გრანდიოზული იდეები რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტრადიციულ საძოვრებზეც გავრცელდა. მაგას წოუღია თერი გურიერთებით. აბა მთაში თუ არ გამაჩერენ, ბარში არ გამაჩერენ, სადაც უყარ მესაქონელი. ინვესტორის ნება კანონია. სად არის კანონი გარემოს დაცვის შესახებ? იქ კურორტის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია. სამთო სათხილამურო კურორტი ანადგურებს ალპურ ზონებს. სისტემა საირმის მკვიდრების წინააღმდეგ. სახელმწიფომ ჩაგრავს პირველ რიგში. მაგებს ყადაღა წინსვლის საშუალებას არ გვაძლევენ და საირმის მკვიდრების ბრძოლა სამართლისთვის. არ არსებობს აქედან ჩვენი წასვლა და აქედან ჩვენი ამოძირკვა. დღეს არ ჭირდება ბატონი. როგორ ეწირება მოქალაქეების საარსებო გარემო ივანიშვილის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მილიონერის მადას და როგორ ეწირებიან უსამართლო ბრძოლას თავად ადამიანები. ნახეთ მთის ამბების საგამოძიებო ფილმში ფეოდალების ქვეყანა. ზოლა არის წართმევა უნდა ასე გამოდის აბა. სახელმწიფომ ჩაგრავს პირველ რიგში. 55 წლის ასაკში ვარ და ჩემი მეხსიერება რაც დაიწყო, აქ ვარ გაზრდილი. გებია და ბაბუ აქ ცხოვრობდნენ. საუნდა წასულიყავი უკეთეს ადგილზე, მოვდიოდი აქ. ჯერ ბავშვობიდან მამას ვეხმარებოდი ფუტკარში. მერე ცხელი წყლის ჭაბურგელი რო ამოვიდა და ცხელი წყალი წამევიდა ბავშვობაშიც აქ ვიყავი. ხო და რავი, თელი ზაფხულის განმავლობაში დინარეში ვერთობოდი, თევზაობდი. და ვიყავით რა აქ ოჯახით, ბებიასთან და ბაბუასთან ძირითადად. აქ გავიზარდე კი. გელასოსელიას ბაბუა საირმის მოსაზღვრე სოფელ უდაბნოში 1947 წელს მეტყევედ მიავლინეს. მეტყევის სახლში გატარებული 3 წლის შემდეგ დაქორწინდა და თავისი სახლიც ჩადგა. ოჯახის გამრავლებასთან ერთად ახალი სახლებიც აშენდა. მაგილაზე იყო დაწერილი, აგერ იქნება საწერვა, რომელიც წელს აშენდა ეს სახლი. ხო და გადავფრიგოთ აგერ და ვნახოთ. ბატონო, ვიცი. შეგედე 1985 წლის 14 აგვისტოს რო არ ცხოვრობდითო, გეიგეცი და ხوار ჩამოვარდით და ხوارდევეცით პირდაპირ კურორტ სავზე 31 წელიწადი ჩემი აქ დაოჯახებიდან მოსული და ბაბუა ჩემის და 50 წელი 1950 წლიდან აქანე ცხოვრების მანძილზე ერთი კაცი არ მოსულა და არ უთქვია რომ რატო ცხოვრობთ აქანე. მაშინაც და ახლაც გელასოსელიას ოჯახი მეფუტკრეობით იყო დაკავებული. რაფერი იყო ისი გაფორმებული ქონდათ ბებიას და ბაბუას, მაგრამ მერე შვილებმა აღარ გეიფორმენ. პერიოდი იყო ისეთი რომ რაც მინდაო აღარ გეიფორმო, ვიწაგვართებ ჩვენი არის. დრო შეიცვალა კანონებიც. 2019 წელს მიწის რეგისტრაცია კიდევ უფრო გამარტივდა. სახელმწიფო მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცა ნაკვეთი თუ მას 2007 წლამდე ფლობდნენ, მაგრამ საბუთები ამა თუ იმ მიზეზით არ იძებნებოდა, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე დაეკანონებინათ. გელამ მამაპაპისეული ნაკვეთისა და სახლის დარეგისტრირება გადაწყვიტა. კანონი რო გამოუშენა, ხალხი რო დარბის ადგილების გაფორმება რაღაცა და ვიკითხე და
ასე და ასეა გამევიდა კანონიო, რომელიც 2007 წლამდე ცხოვრობდა და სახლი აქვს და მეურნეობას ეწევა, არის სპონტანურად გაიოლებული საქმე და შეგიძლიათ გაიფორმოთო. საჯარო რეესტრმა საკუთრება 410 კვადრატული მეტრის საბუთების წარდგენიდან რამდენიმე თვეში საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ დაურეგისტრირა. მალევე შუამავალი მიუგზავნეს. გელას ნაკვეთი კურორტ საირმის სპა ცენტრიდან სულ რამდენიმე მეტრშია. ახალი შეთავაზება სწორედ კურორტის მეპატრონისგან მოდიოდა. თუ დათმობთ ამ ადგილსო, გადაგიხდითო, გინდა თანხა მოითხოვეთო, გინდა ადგილსო სადმე გამოგიყოფთო და იქ კოტეჯი აგიშენებთო. უთხარი მაღაზია რაღაც ჩემთან არ უნდა მოსულიყავი, ვერ შეველევი ამ ადგილს თელი ბავშვობა აქვს გატარებული და მეუთხარი მაგ საკითხს არ შემაწუხებთო. უარის შემდეგ გელა ბაღდათის მერმა დაიბარა. ინტერესი არისო რა თქვენი მიწების მიმართო რომ კურორტის განვითარების მიზნითო უნდაო თემურ კოხოძესო თქვენი ტერიტორიაო და თუ დათმობთო და მიყიდითო მორიგდებითო რა. ჩემი მაპაპისეული ადგილი არ და ვერ დავთმობ ამ ადგილს. უთხარი რომ ვერ დავთმობ მაგ ადგილს, რაფერაც არ უნდა დამიჯდეს, რასაც არ უნდა დამიჯდეს, აქ თანხაზე არა საუბარი. უბრალოდ ვერ გავიმეტებ ამ ადგილს რომ გავყიდო. შემდეგ ზარი უკვე პროკურატურიდან იყო. აღმოჩნდა რომ გელა სოსელიას წინააღმდეგ სატყეო სააგენტოს მოთხოვნით საქმე აღუძრავთ. მოსარჩელე ამტკიცებს რომ მიწის ნაკვეთის სატყეო ფონდის კუთვნილებაა. სანამ სატყეო რეკონსტრუქციას გააკეთებდა სატყეო საზღვრებისას, ჩვენ აქ ცხოვრობდით. სახლიც ჰქონდა, ფუტკარიც ჰყავდა და შვილებიც ჰყავდა კიდე ახალ. ჩემი შვილები არის უკვე მეხუთე თაობა და შვილი მყავს უკვე მე. სახელმწიფო გელა სოსელიას თაღლითობას აბრალებს. იმ მიწის მიტაცებას, რომელზეც მისი ოჯახი ჯერ კიდევ იქამდე დასახლდა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის გერმანელი და რუმინელი ტყვეების მიერ საირმეში პირველი სანატორიუმი აშენდებოდა. ბევრად იმაზე ადრე, ვიდრე კურორტი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, მილიონერ თემურ კოხოძეს სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა. კურორტიდან არის კილომეტრი და 900 ჩვენი სახლი. აქ ჩვენი გზა იყო და ეხლა სამგზით ვსარგებლობთ, მაგრამ და ანუ სახარო გზა იყო, სახარო გზას უძახით მეტრანახევარი სიფართის და ამათმა დააფართოვეს მერე. და ეხლა მშენებლობა რო დაიწყო, ზევით დაიწყო, ამოიჭრა ჩასხმო ბეტონის ქვევით და შესაბამისად ჩვენ ხელს არ გვიშლილა და უფრო მოხარული ვიყავი, რაღაც ატრაქციონი კეთდება და ტურისტის და ხო ხტები, ეხლა აი მოხარული ვარ, თუ რამე გაკეთდება ხალხისთვის, მაგრამ მერე მთაში წავედი და რო ჩამოვედი, აი ეს რო დამხვდა, ეს უკვე არ მომეწონა. აქ ჩაგიკეტა. ხო, ახლა ფეხით დავდივარ, არ არის პრობლემა, მაგრამ დავდივარ ცხენით გადავაადგილდები. ბარგი მარჯვენა მხარეზე, მარცხენა მხარეზე აქვს მოკიდებული. კიბეზე ცხენი არავა, იქ ტროსებია. შეფერხებაა რა. გათვალისწინება არ იყო. აქ რაგბისტები როგორ აგახსნა ჩამოგა? ნუ ცხენით გავდივარ ეხა ეგ და გამოედება ამას მოაჯირს და რა ვიცი რა, გადის რა მომენტ ეხა ის არ არის რომ აი შეუძლებელი გასვლა, მაგრამ არის დისკომფორტი, ერთგვარი დისკომფორტი არის აქ გასვლა რა ცხენით. ფეხით ესე კიბეს ხმარობთ, ესე დავდივართ, ცხენით აი ესე დავდივართ. მესხიები ხუმრობენ, რომ საირმის ტყეს ნადირზე უკეთესად იცნობენ. პროკურორმა 100 წელიო ცხოვრობდითო, მანდო კაცი არ შეგხებიათო და ეს კერძო საკუთრება რა საჭირო არისო რა. და კიდე იცხოვრეთ მეორე 100 წელი ვინ გაგაგდებთო, ვინ შეგედავებათო და ეს კერძო საკუთრება რა საჭიროა, ამის დასტურიო რა, დოკუმენტიო. ხო და კი გაეცინა ჩვენ ეს ამ შემოთავაზებაზე ახლა რავი. ბავშვი არ ჭამს ახლა მაგას და რა ვიცი, ესეთი უსამართლობა ხდება რა ჩვენს თავს. სატყეო გამოუშვა, აღწერეო, რამდენი ხე არისო და ანუ დათვალენ ხეების დიამეტრების სიმაღლეები კუბომეტრობაში გამოიყვანეს და დაგვითვალენ ზარალი, რა ზარალი მივაყენეთ, ანუ კვადრატობა მიწა და ხე ზარალია, რომელიც ბაბუაჩემის დარგულია 99% ნიგზებია, კაკლებია და მსხლები. ეს ხეხილი, ხო, ჩვენ სახელმწიფოს ვაზარალეთ რომ გავიფორმეთ. აი ჩემი წინაპრის დარგულ ხეებზე გეუბნები 50 ძირი ხე არის. სულ ზოლში ჩაყოლებული, თაგვმა აიტანა დარგო? მესხიებს სახელმწიფოსთვის 156,000 ლარის ზიანის მიყენებას ედავებიან. რომ გავიფორმე 2021-ში
მირეკავს ქუთაისიდან ერთი პიროვნება და მე გამომძიებელი ვარო და დაბარებული ხართო თქვენ თაღლით თუ რაღაცა გებდაბათ ბრაზილიო რომ გაგიფორმებიათ მიწა ზეწოლის და ასეთი რაღაცა და გამშვიფრდი რომ მე ვთქვი რა ეს 9 წლიანი მუხლი საიდან რისთვის თაღლით თუ რატყოთ გაფორმებულია და სასამართლო არისო და პრობლემა არა ჩავედი ხო და დამიყადაღეს ეს მიწა და მე ვთხარი მე აქ ვთესავ დათესილიც ქონდა ჩვენ ერთი 200 ძირი პამიდორი ქონდა კიტრი კვახები და სიმინდი და მე ვთხარი აქ ვთესავ კაკალი მაქვს მე ვთხარი აქ მოყავს ერთი 4 მეშოკი კაკალი 4-5 დათმა თუ არ მომასრო ხო და კაცო თქვენო ყველაფერი ჭამეთო იკვებეთო დათესეთ მოიყვანეთ წაიღეთ ოღონ გაფორმების საკითხზე გითხრეს თავი შეიკავეთო რადოღი ხარშება აქ მესხიებს საირმის მეზობლად ტაბოცეთში რთული რელიეფის სოფელში სანიმუშო მეურნეობა აქვთ ასე აგრძელებენ ისინი წინაპრების საქმეს საირმის სულგუნსა და თაფს სახელი სწორედ მათმა გვარმა გაუთქვა რომელიც აქ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ცხოვრობს როცა იმერეთის ტყიან ფერდობებში ჩამჯდარ საირმეს კურორტის სტატუსიც არ ჰქონდა ეს პამიდრები ამ დამსახურებისთვის მათ ბაბუას ღირსების ორდენი გადაეცა ოჯახს მთავრობასთან თავად ბაღდათის მერიამ ჯერ კიდევ 2015 წელს უშუამდგომლა რომ მათთვის მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებად დაერეგისტრირებინათ აი რაც მაქვს ქონება ეს რო ავწონოთ 90% არის ესა საქონელი და ფუტკარი და არავის არ უაცოდებ თავს რომ აი რაც უდათა ვარ მოდი შემხედე ტყეში ვწვალობ ეს მიყვარს და მიტო ვაკეთებ ამას მე ამას კი არ მშია და მიტო კი არ ვაკეთებ ეს მიყვარს ეს სისხლში მაქვს არავის არ უაცოდებ თავს და არავის არაფერს არ ვთხოვ ხელი არ შემიშა არაფერი არ გამიკეთო ხელი არ შემიშალო მე მივხედავ ჩემ თავს და რასაც ვაკეთებ და რა შემოსავალი გვაქვს ბავშვებსაც ვდით და ნორმალურად ვართ რა თავზე არ გადავგდის მაგრამ არც გვაკლია კარგათა ვარ თითქოს საკუთრების პრობლემა საკმარისი არ იყო მესხიებს მილიონერმა მეზობელმა ცილის წამებაზე უჩივლა როცა მათი პრობლემების სათავედ მედიასთან თემურ კოხოძეზე მიანიშნეს შეიძლება გაეცნოს ვიღაცას რაში აინტერესებს მილიონერს შენი რაღაცა ქოხი ხო მაგრამ ის ქოხი უფრო ტკბილი და გემრიელია ვიდრე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჩემთვის აი ეს ქოხი და იქ პატარა მაგიდაზე გაწყობილი ჭადი და ყველი უფრო გემრიელია ვიდრე ბარეო რესტორანში ჩვენთვის ეგრე არის ხო და ზოგს გაეცინება ეს რაში უნდა იმხელა ქონების პატრონს მაგრამ საერთო სურას თუ შევხედავთ რავი მისგანა შეზღუდვა მეტი არავისგან აი შემოღობეთ და ბაბუა ჩემის იყო და ორი კაცი udasturებს რომ ბაბუა ჩემის იყო კი ლობიოს ერთად ჩამთ რაღაცები ნუ ეგ ხო ვიცით როგორ ხდება და რაც ხდება ხო არანაირად მე რა ვიცი მე ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე გავიგე გამოვი რომ ამ ადამიანებს გამოძიება იყო დაწყილი და ასე შემდეგ. თქვენი კომპანიიდან არ ყოფილა საჩივარი სატყეო სააგენტოს მიმართ რომ ამ ხალხს უკანონოდ ქონდა დაუშვათ რეგისტრირება. არა მგონია ჩვენ არ დაგვიწერე არაფერი. არა გამორიცხული. თქვენ არ დაგიწიათ ეს დავა? არა გამორიცხული ახლა მაგ ხალხზე როგორ დავწერე ამას მიუხედავად იმისა რომ თქვენი კომპანიის ხელმძღვანელი არ უჩივიან ამ არა მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი რომლის თანახმადაც კურორტ საირმის წარმომადგენელი ოთარ გაჩიჩილაძე უჩივის საირმის მცხოვრებ ვეფხია მესხიას თითქოს მან სასტუმროს უკანა ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა. ეს კიდევ ერთი საჩივარია, რომელიც კურორტმა საირმემ ვეფხია მესხიას წინააღმდეგ შეიტანა. ის მესხიების საფუტკრეს ეხება, რომელსაც პატრონმა ნადირისგან დაცვის მიზნით ეკლიანი მავთული შემოავლო. კურორტ საირმეში გამოვცხადდი შეტყობინების საფუძველზე, სადაც დაგხვდა კურორტ საირმის წარმომადგენელი ოთარ გაჩიჩილაძე. მისი განმარტებით მან აღმოაჩინა, რომ ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნის სატყეოს, არის თვითნებურად შემოკავებული დაუფლების მიზნით და აღნიშნულ ფაქტზე ითხოვს რეაგირებას. არ არის შორს ის სასტუმროდან და თუნდაც ცოტა შორიც რო იყოს. ეხლა ჩვენ ვიცით ახლა მე ვერ ვიტყვი რომ მანდამაინც რა ქვია, ვეფხო მესხიას რომ მანდამაინც ის გააკეთებდა, მაგრამ იქ ხალხი ამოდის მერე იწყება ცეცხლის დანთება ღრეობა, წვადები შეწვა, რაღაცები და ამას დავტევთ რომ ხანძარი არ გაჩნდეს ტყეში. თუ ხანძარი გაჩნდა საირმის ტყეში,
იქ აღარც სასტუმრო დარჩება, მე აღარც კურორტი დარჩება, არაფერი არ დარჩება. მილიონერი ბიზნესმენი საირმის დღეს გადაწვისგან იმ ხალხისგან იცავს, ვინც ამ დღეს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული პატრონობს. აი ეს არის ჩემი არქივის საბუთები. რომელი წლის საბუთია ეგ? 1900 წლის. ბატონციური, რას ადასტურებს ეს დოკუმენტი, რაც ეს არქივიდან ადასტურებს, რომ ბაბუაჩემი 1900 წლიდან იქ რომ ცხოვრობდა, მნიშვნელობა ჰქონდა ძალიან მისამართის საირმე. ციური ფიფიას კურორტს დეპუტატი რომ დაეპატრონა, გულმა რეჩხი უყო და ეს თავისი 1900 წლით დათარიღებული დოკუმენტი სხვა საბუთებთან ერთად კოხოძეს საკუთარი ხელით გააცნო. უხმოდ შეიკითხა ყველაფერი ეს კომუნის შემადგენლობა ეს ყველაფერი წაიკითხა. რომ მეთქვი აზე იყოს, რომ არ შეეხოს, რა მე თქვა, მაგრამ ქეხედა მაინც ქეძე იყო და დაღებული აქ ნახევარზე მეტი დაჟე. შვიდობის ფეხი შემოსულიყო. ციური ამ სახლის აღსადგენად ბანკში სესხის ასაღებად მივიდა. სწორედ იქ შეიტყო, რომ მის სახლკარს ყადაღა ედო. და მე არ ვიცოდი რა ის ყადაღაბადებს, მე უთხარი და რას შედა საირმის მიწებზე გავდეთ ყადაღაო. მე კი დაგვიბარეს ქუთაისშიდაც და დიდძალი ზარალი მიგვიყენებია საირმისთვის ჩვენ თურმე. 6-დან 9 წელიწადი თაღლითობის მუხლი და სისხლის სამართალი. დირეციდივისტი დავდიოდი, ბაღდადში ამწოდნიეთ ჩემი თავი მე თვითონ. სისხლის სამართლის საქმე სულ 15 ოჯახის მიმართ აღიძრა. ყველა მათგანს თაღლითობას ედავებიან, რაზედაც სასჯელის 6-დან 9 წლამდე პატიმრობაა. პროკურატურის ზეწოლის შედეგად 6-მა ბრალდებულმა არ ჩადენილი დანაშაული აღიარა. საპროცესო გარიგების შემდეგ მათ ნაკვეთები სახელმწიფოს დაუთმეს. პირობითი კი არა, მეთქი რომ დაგხრიტოთ გამორიცხულია, ამის საერთოდ დათმობა არ არსებულია. ეს არ არის ჩვენთვის რაღაც მატერიალური ქონება, რაღაც ფულად ქცეული, ეს არის ჩვენი ისტორია. აქ 7 შვილი გაიზარდა, შვილიშვილები სულ ყველა აქა ვართ გაზრდილი. და ამ ყველაფერს ვერც გავყიდით, ვერც ვერავის ვერ ვაჩუქებთ და ვერ დავთმობთ. ეს გამორიცხულია, სანამ ცოცხლები ვართ. დათმეთ ეს ადგილები და თქვენზე არც დევნა იქნება, არც არაფერი. და ხუთმა პიროვნებამ თუ არა ვცდები დათმო დანარჩენები, როგორ დავთმობ? აქ დავიბადე ქვია, გავიზარდე და როგორ შეიძლება დავთმო? მე ვერ დავთმო. აღიარეთ რომ ჩაიდინეთ დანაშაულიო და კარგად ბრძანებოდით და მოგიხსნით ყველაფერს. რა უნდა ვაღიარო, რაც არ ჩამიდანებია, რა უნდა ვაღიარო. რო ვცხოვრობდი, ის უნდა ვაღიარო, არ ვცხოვრობდი, თქვა? აქ რო გავიზარდე, უნდა ვთქვა რომ არ ვცხოვრობდი, აქ თქვა? და რატომ დათმეთ მერე? ის დავთმე რა მარმენიებდნენ პროკურატურაში და სამეცალა მარიანის არგვენ. უნდა დათმო და დავთმე მერე, აბა რამეთი. პირობითიც მომწეს, პირობითიც მე ვიხადე. სამერბინე ამ ქუთაისსა და ბაღდადშია. მივდივარ დღისკენ, მირერავენ ჩამოდი. მიატოვე საქმე წადი. შემობრძანდეთ. სახლი ეხლა მაიას აქვს ავარიულ მდგომარეობაში ძალიან ფაქტურად იქ ვერ ცხოვრობს და ნაქირავებში ცხოვრობს. მაია ფიფი ამ გირაოსთან ის გადასახდელად ბანკიდან სესხი აიღო. ციური ფიფიაც ნაქირავებში ცხოვრობს და ეს ხალხი დარჩა ბოლომდე საბრძოლად, იმიტომ რომ წარმოუდგენელია იმათვის ეს ბრალდება და იმ მიწების დათმობა, რომელსაც თვლიან მამა-პაპისეულ მიწებად და არის კიდეც რა, მთელმა ბაღდათმა იცის და მთელმა ბაღდათმა იცის ეს ხალხი ვინ არის, რამდენად ან ვინმეს რა წარსული აქვს და როგორი პატიოსანი ხალხია. იცის ყველამ იცის. იცოდნენ მერიის თანამშრომლებმაც, ნუგზარ და ბესიკ ბილაშვილებმა. მათ გასცეს ცნობა, რომ ფიფიები, მესხიები და თოლორდავები დანამდვილებით საირმის მკვიდრი მოსახლეობა იყო და მამა-პაპისეულ ნაკვეთებსაც ფლობდნენ. პირველი სწორედ სახელმწიფო მოხელეები დააპატიმრეს. ეს იყო პირველი და უმთავრესი, რამაც კერძო მოსაკუთრეების ნაწილს მიწის დათმობა აიძულა და დავის გაგრძელებაზე ხელი ააღებინა. ესენი დაიჭირეს ესე სახალხოდ. ამან პირველი ამან იმოქმედა, შიშის ფაქტორი გაჩნდა და ბევრს შეეშინდა. მერე როგორც ხდებოდა, სანამ ესენი ციხეში იყვნენ და ახლობით თვენახევარი ყავდათ ალბათ დაკავებული, მერე და ხმები დადიოდა, რომ თითქოს თუ ეს ხალხი გააფორმებდა საპროცესოს და დათმობდნენ ამ მიწებს, ამ ხალხს გამოუშან მანიპულირებდნენ ამ თემით. ხო, მიწის რეფორმა წამოვიდა ახალი. შემდეგ დავირეგისტრირეთ ბევრმა რა. კანონიერად სრულიად როგორც ხდება, მე შევხვდათ დედახუჩემ ფიფიას ხალი იყო. 33 მიასცეთ. მე ნახევარი გავუყავი ძმისშვილს, ნახევარი შვილს მივეცით, რომელიც გერმანიაშია და აშენეს ეს სახლი, ახლა რო თქვი რომ ნახეთ.
თოლორდავების მიმართ სახელმწიფოს იგივე პრეტენზია აქვს. თითქოს მათი კუთვნილი ნაკვეთი სატყეო ფონდის საკუთრებაა. არსებობს ორი დოკუმენტი, ორივე სატყეო სააგენტოს ეკუთვნის. პირველი, რომელიც გამოძიების დაწყებისთანავეა გაცემული, ამბობს, რომ ამ ხალხის მამაპაპისეული ნაკვეთები ტყით საერთოდ არ არის დაფარული, ან მხოლოდ ნაწილობრივაა. მეორე დოკუმენტი პირველს სრულად ეწინააღმდეგება. მეორე ცხრილი სისხლის სამართლის საქმეში ბრალის წარდგენის შემდეგ გაჩნდა და ამბობს, რომ ეს მიწები ტყით სრულად არის დაფარული. პირველი დოკუმენტის თანახმად, გელას ოსელიას კუთვნილი ნაკვეთი ფართობით 1095 კვადრატული მეტრი 2011 წლის მდგომარეობით საერთოდ არ არის ტყის ფონდში. მეორე წერილით სრულად ტყით არის დაფარული. ფიფიების 2800 კვადრატული მეტრი ნაკვეთიდანაც ტყის ფონდში პირველი წერილით არც ერთი კვადრატული მეტრი არაა. მეორე წერილით სრულად ტყის ფონდში ექცევა. პირველი წერილით გოგა თოლორდავას კუთვნილი 1454 კვადრატული მეტრიდან ტყის ფონდში მხოლოდ მესამედი ექცევა. მეორე წერილით მთლიანად. სატყეო სააგენტო არ განმარტავს, რატომ და რის საფუძველზე შეცვალა მონაცემები. მაგალითად, გელას ოსელიას ერთ-ერთი ნაკვეთი სატყეოში საერთოდ არ არის, 0 წერია. და ბოლო ტომში, როცა უკვე ყველა საქმეს, როცა მე ჩვენ ბრალდებულებით გავხდით და საბოლოო ტომი როცა შეიქმნა, იქ გაასწორეს ეს ცხრილი და აქაც მთლიანად სატყეოს შეიყვანეს. მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმეში პირველად მოწოდებული ცხრილი. ოფიციალურად, რა თქმა უნდა, არის საქმეში გვაქვს ესენი ყველაფერი. ბრალდებულთაგან ზურაბ თოლორდავა ის გამონაკლისი იყო, რომელსაც სასამართლო მგირაო არ შეუფარდა. მთელმა ბაღდათმა იცის, რომ ისტორიკოსის, სკოლის დირექტორის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელის ბაბუა სოფელ მამანეთში 1900 წელს ჩამოვიდა და გუმბათიან სახლში 12 შვილი გაზარდა. რაიმე რო დაგაბრუნო წარმოუდგენელი თქვა დაზე რო არ ახარ ისეთი. ასეთის ხუნა განცდა. როგორ საქმეა? ცხოვრებაში ამქონე ამ დაგვარი საერთოდ არაფერი. და გაცხადე მე თაღლითად და აფერისტად რა. ამ დროს ეს ბაბუასოული ადგილები იყო, გაფორმებული კანონიერად და 33 მეასეძე ლაბარაკი. განა 3 ჰექტარზე და 30 ჰექტარზე. როგორი საქმეა? აი ამ ამბების შემდეგ დამეწყოს ყველაფერი. ხო განიცდი ახლა კაცი, შეხება მქონია პროკურატურას, პროკურატურის პროკურატურა. ჩემი გადამასწრება სკოლაში ვასწავლდი, მე მუზეუმში მუშაობ და გიბარებე სასამართლოში და მუხლი თაღლითობის რაღაცები და ჩემთვის წარმოუდგენელია ეს. როგორ საქმეა? იმ სახელმწიფოს და იმ სტრუქტურას და იმ სისტემას რა უთხარი ადამიანის უფლებებს რო არ იცავს და პატიოსან ხალხს წლების სასამართლოში ატარებს და აღმოჩნდა რომ თურმე ცხოველების დამცველი და ბუნების დამცველი არის და უნდა გააკეთოს რაღაც რომ დაიცვას ცხოველები. მე არ მჯერა ამის. მილიონერი თემურ კოხოძე საირმის ტყეს თითქმის მთლიანად 13202 ჰექტარს ნახევარ საუკუნიანი იჯარით დაეპატრონა. თითქმის იმიტომ, რომ მის მფლობელობაში ჯერ კიდევ არ შედის ადგილობრივი მოსახლეობის პატარ-პატარა ნაკვეთები, რომლებიც პროკურატურის ზეწოლისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიუხედავად არ დათმეს. კოხოძის გაცხადებული მიზანი აქ სამონადირეო მეურნეობის მოწყობაა. მოსახლეობის გაცხადებული შიშიკი იმას უკავშირდება, რომ მდიდარი მეზობელი მათ უამრავ პრობლემას შეუქმნის. პირველ რიგში გადაადგილებას შეუზღუდავს. აი ეგ წყარომდე გავალ და მე სხვისია. აი ესეც სასამართლოში ხოდებს ახლა ეს საქმე. ხო, იქ ვერ გამოვივილი, გზას დამიკეტავენ. და მე მინდა ყველა მაგ ზოგი თევზაობს ანკესით დადის. ზოგი გაივლის გამოივლის, აქ ქვეყნის ხალხი მოდის, ყველა საუგრძალავენ. იყო ასეთი თქმა რომ არავის არ აუგრძალავთ, მაგრამ როცა გაიფორმებენ, აგიგზალავენ კი არა. ხვალ და ზეგ რა მოხდება აქ და ვინ მოვა არ ვიცი და მოვა ოფიციალურად კაცი და გეტყვის ან რავი ან სამონადირეო მეურნეობა ან რაღაც ტყეპარკი ან არ ვიცი ან ჩემი საკუთრება ტურიზმი მინდა განმავითარო და დატოვე ტერიტორია შესყიდული მაქვს ან იჯარით მაქვს და გაგიშვებს ხო და მირჩევნია ვიყო კერძო მესაკუთრე და აი მქონდეს რკინის საბუთი ასე რომ ვთქვათ რა პრობლემები სახვალიოც არ არის კურორტის ადმინისტრაციას შეზღუდვები უკვე დაწესებული აქვს. გზელგორი არის, აი ნათელი მაგალითი არის. ვერ მივდივარ, ვერ მოვდივარ, ვერც მანქანით, ვერც ცხენით. იმას თუ მეტყვის, ჩემი გაჭრილია გზა და მანქანით შენ რატო უნდა იარო? ცხენით ხო დავდიოდი მანამდე, ფეხით ხო დავდიოდი. ეხა რატო არ მაქვს უფლება გავიარო?
დაკეტილია ჭიშკარი. აი როთხოვო გამიშვი, მივდივარ გზელგორში, არ გაგიშვებენ. კერძო საკუთრება ვერ გაგატარებო. სხვა შესაძლებელი არ აქვს. ტყის კოდექსის მიხედვით საერთო სარგებლობით ტყის სარგებლობის უფლების შეზღუდვა არ აქვს არავის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმყოფებოდეს ტყეში და თუ ის არ მოიპოვებს რამე რესურსებს, ტყეს არ ჭრის, ხე-ტყეს არ ჭრის, დასვენების, რეკრეაციის, სოკოს შეგროვების, კენკრის შეგროვების და ასე შემდეგ მიზნით თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ტყეში იყოს და ეს საქმიანობა განახორციელოს. კერძო ტყეშიც კი, კერძო ტყის პატრონსაც კი არ აქვს უფლება შეუზღუდოს ადამიანებს ასეთი ფორმით ტყით სარგებლობის უფლება. მით უმეტეს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ფლობა ასეთ უფლებას არ იძლევა და თუ ლიცენზიის პირობად არის, მით უმეტეს ეს შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიის ერთ-ერთი მთავარი პირობაა საირმის ტყეში გადაადგილება არ შეიზღუდოს, შეზღუდვა არათუ მომავლის პერსპექტივაა, არამედ რეალობაა დღეს და არა მხოლოდ გლეხებისთვის, მედიისთვისაც. კერძო ტერიტორია გადაღება. ეს კერძო ტერიტორიაა, გზაა? გზა არ არის. აი ეს არის კერძო ტერიტორია. მე სად ვდგავარ ახლა? კერძო ტერიტორიაზე ვდგავარ? ერთი წამი. კერძო ტერიტორიაზე ვდგავარ? ბოდიში. რაზე მიხდი ბოდიშს? არ შეიძლება. კერძო ტერიტორიაზე ვდგავარ? არ შეიძლება გადაღება. რა არ შეიძლება? ეს სადაც ვდგავარ, კერძო ტერიტორიაზე ვდგავარ? გზაზე? რატომ ესაუბრები? გადაღებას მიშლი და რა უფლებით მიშლი? მთის ამბების ჯგუფი ახლა კურორტის საირმის წინ ბაღდათი აბასთუმნის დამაკავშირებელ სახელმწიფო გზაზე დგას. ეს კამერა უნდა გათიშოთ აქ. რატომ უნდა გავთიშო? იმიტომ რომ კერძო საკუთრებას იღებ. ახლა კერძო საკუთრებაში ვდგავარ? ხო იდექი წეღან. სად ვიდექი? აი, ვინ გითხართ? კამერა დგას იქ, ვისი ეს კამერა? თქვენ ვინ ხართ? მე ადმინისტრაციული დირექტორი ვარ კურორტის. რა გქვიათ? სად გავივართ? სად წახვედით? დაცვის სამსახურს აბეზარის სტუმრების თავიდან მოცილებაში კურორტის დირექტორიც ეხმარება. სულ რამდენიმე წუთში დირექტორი მეპატრონისგან იღებს ნებართვას, ხელი ჩამოგვართვას. მე ირაკლი გოგოძე ვარ, სამონადირეო მეურნეობის დირექტორი. ასევე წეგან რატომ გაიქეცთ თუცე? ესა კურორტი ადმინისტრაციული დირექტორი. ირაკლი გორგოძე ისე იქცევა, თითქოს დღეს პირველად შეხვდა და 5 წუთის წინ ვიღაც სხვა იყო ტერიტორიის დატოვებას რომ გთხოვდა. აქ სადმე გამაფრთხილებელი ნიშნები გიდგათ კერძო ტერიტორია რომ არის? კერძო ტერიტორია შემოსასვლელიდან მთლიანად. ეს გზაც კერძო ტერიტორიაა? აბა რომ შემოხვალთ იქ? ირაკლი გორგოძევი აღმოჩნდა იმ სამონადირეო მეურნეობის დირექტორიც, რომელშიც მალე არჩვი და ირემი უნდა გაამრავლონ. ხო ხართ სამონადირეო მეურნეობის დირექტორი. აი ირემი საიდან უნდა შემოიყვანოთ? მაგას რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თქვენი როგორ არა, თქვენი ინვესტიციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. კი ბატონო. ხო და საიდან მოგყავთ ირემი, აბა მითხარით? არის. რატო აი მნიშვნელოვანი ვერ ხვდები რა? თუიცით მითხარით. რატოა მნიშვნელოვანი ვერ გავიგე? ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ლიცენზია მე ხო არ მოცეს, თქვენ მოგცეს. რატო უნდა იყოს ეს ხალხი? აი გეკითხებით რომ რა საიდან მოგყავთ ირემი თქო? უპირობოდ იცით რომ შეასრულებთ ამ ვალდებულებას? ხო და როგორ აბა მითხარით? გამოქვეყნებულია საჯაროა ეგ ინფორმაცია როგორ და ხო ამოგიღოთ დოკუმენტები მანქანა. არა, დოკუმენტები მეც ფლობად მაქვს. სათითაოდ მაქვს საკითხული ყველა დოკუმენტი ბევრი საჯარო მოხელისგან განსხვავებით. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია სახელმწიფო მიზე გაყიდა, ადგილობრივი მოსახლეობა არაფრად ჩააგდო მაშინ, როდესაც კანონი მკაფიოდ ითხოვს, გადაწყვეტილებები მათი მონაწილეობით იქნას მიღებული. გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. ყოველი მხარე უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბაღდათის მერი გვიმტკიცებს, რომ ასეთი შეხვედრა გაიმართა და მას საირმის მკვიდრებიც ესწრებოდნენ. საირმის მცხოვრებლები იყვნენ ბატონო კახა. საირმის მცხოვრებლებიც იყვნენ და საირმის თავზე არსებულ საზღვრებზე მოღვაწე მწყემსები. საირმის მცხოვრებლები ადამიანი ესწრებოდა. ვინ? აი ერთმანეთი ხარით. ეს ჩანაწერები მთის ამბებმა ბაღდათის მერიიდან, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან და გარემოს დაცვის სამინისტროდან წერილობით გამოითხოვა. სამი უწყებიდან ერთი მტკიცებულებაც კი ვერ მოგვაწოდეს, რაც დაადასტურებდა, რომ საჯარო განხილვები ნამდვილად შედგა და მასში ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ. დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ სააგენტოს ჰქონდა საჯარო განხილვების სიმულაციის მცდელობა.
იყო ესე ვთქვათ შიდა შეთანხმება გარკვეულ პირებთან, რომ ყოფილიყო მოწვეული მათთვის საჭირო ადამიანები, რომლებიც შექმნიდნენ საჯარო განხილვის იმიტაციას. როგორც ვფიქრობთ იმ შემთხვევისთვის, თუ კი გახდებოდა სადავო, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო განხილვების გარეშე. ბაღდათის მერს ვკითხეთ იმის თაობაზე, რატომ მონაწილეობდა მოლაპარაკებებში კერძო საკუთრების დათმობასთან დაკავშირებით ბიზნესმენის სასარგებლოდ. მე ვიყავი დიახ, კი, დაშლაშია სოციალიზმის დაბარება. პატრონის სასარგებლოდ თქვენ ისთვის ხართ მოსული, თქვენ ისთვის. ეგეც ხომ მაგას უკავშირდება. თქვენ ისთვის ხართ მოსული სამის. მაგას არ უკავშირდება. თქვენ ისთვის ხართ მოსული გამაგებინებაც. რომ ეგეც. რაზე? შენ დას მეკითხები ახლა რა ინტრიგნულ კითხვებს მისვა მაგრამ რა გასაგებია აღარ გაგცემ პასუხს სოციალიზმი არ გინდა სიკეთე რო გაკეთდეს სიკეთე რო გაკეთდეს სიკეთე არაფერი არ მოსთხოვეს უბრალოდ წინადადება შესთავაზეს მისი ქონების სანაცვლოდ შეთავაზეს სხვაგან ფართი შესთავაზეს ბინა თბილისში ქუთაისში ბათუმში შესთავაზეს ასევე სხვა სიკეთე თუ დათმობდა არ დათმო იმ კაცმა თქვა უარდოს მერის ინტერესში და ბაღდათის ინტერესში არ შედის ის რომ არ შედის რომ მილიონიანი და რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდეს ბაღდათში ეს არ შედის მერის ინტერესში რა თქმა უნდა კერძო მესაკუთრეების ქონება დაუყადა უნდა პასუხისგებელი არა დაყადაღება არავის ინტერესში არ შედის დაყადაღებულია დღევანდელი ნახეთ თქვენებურად შეკითხვას ნუმისვა კოხოძე გადაყოლილია რაიონზე ზეთ თუ დაინახავენ და თუ მიხვდები ყველაფრით აბსოლუტურად ყველაფრით ბიჭო მუნიციპალიტეტს 4 მილიონი ლარის ხელფას არიგებს საირმე წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს წარმოგიდგენიათ 14000 მოსახლე რო არის და იქ რას ნიშნავს 4 მილიონის დარიგება წელიწადში კურორტი და არა სამონადირო მეურნეობა ხო და კურორტი რო კიდევ განვითარდეს და კურორტი რო არ წაიქცეს და არ დავკეტოთ სამონადირო მეურნეობაც უნდა გავაკეთოთ იქ სათხილამურო მურატრასებიც უნდა გავაკეთოთ და ყველაფერი და მე თუ დღეს კომპლექსში განიხილავთ აი თუ დიახ რომ არ დაგვიზიანონ და ეს რა ქვია მწვადები არ შეწვან ტყეში და ხანძარი არ გააჩინონ საფრთხეს ადგილობრივი მოსახლეობა პირიქით ხედავს სამონადირეო მეურნეობისგან გადახვალ ჩემი ეზოდან უკვე იწყება სადღეო მეურნეობა სამონადირეო მეურნეობა აი ეხა სადაც ვდგავარ აი ამ ბილიკის შიგნით არის ჩვენი ეზო ამ ბილიკის გარეთ ეს უკვე სანადირო მეურნეობაა აი ეზოდან გამოდიხარ და სანადირო მეურნეობაში ვცხოვრობ ანუ ალყაში ვარ როგორ რავი ეხა სად თოფისროლა და ნადირზეს დევა და ტყვიების წუილი და სად ცხოვრება ეხა და სად ტურიზმი და სად სეირნი ეხა საცხენოსნო ტურები მაქვს მე ზაფხულზე სხდებით და დავდივარ რა ამ გზებზე ამ ბილიკებს და სილამაზეებს ვანახებ ხალხს და რავი მე მგონი უფრო რაღაც საფრთხის შემცველი არის აქ ბავშვების იქნება ყველაფერი იქნება და მე რომ ორბისა რომ ისვრის რა ვიცი სადგე იქცევა ის ბრმატყვია ხო შეიძლება ადამიანს მოხდეს ხანში მოხდა ესეთი ამბავი რომ ბუჩქი გაინძრა და ესროლა და მოკლა კაცი მოკლა დათვიეგონა ჩემი შვილიშვილები დადიან დახეტიალობენ ხოლმე ხან გირჩებს ეძებენ ხან თამაშობენ ხან რაღაცა და საშიშროების მეტი რა არის საშიშროება საქონელს ვერ გადავდენით ეს საზოვრები მამა მიტოაირში აქა კომუნისტები რო დაგვძდებდნენ ყველა ადგილი იცოდა სად არის საზოვარი სად არის სურო სად არის ძმერხლი რო გამოიკვებო საქონელი ხო და მონადირემ რა ის ახლა ეგ საქონელია თუ რაღაცა ეს რისა დააგდებს ის კაცი ახლა იქიდან ტყიდან მოგადგესა სიტყვაზე თქვა რამე გეისროლოსო მე სამონადირეო მეურნეობაში ვარო უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული ხო ჩემი მხრივ მე ასე ვფიქრობ თუ არა არ არის აბსოლუტურად სხვა ადგილზე იქნება ნადირობა სადაც ადამიანები არ დადიან საერთოდ არანაირი საქმე არ აქვთ ეგ ტერიტორია მარტო იმ ადგილში იქნება თოფისროლა გამორიცხულია საირმის ზემოთ ეს იქნება საირმემდე საირმის ტყის ახალი ბატონი ამ საფრთხეებს კატეგორიულად უარყოფს და მოსახლეობის წინააღმდეგობას სულ სხვა მოტივით ბრაკონიერობით ხსნის აი ისიც ვის არ უნდა მაგმეურნეობის და სარეკრეაციო ფორმის გაკეთება აი ეს არის ის ვებხია ეს არა სამცხორ მე მონადირი არა ვარ არც ბრაკონიერი მithumetes არჩვია გატყაული არჩვია თქვენ უფრო გეცოდინებათ ხო არჩვია სამონადირო გამოცდილება აი რატო შემოღობა მე იქ რომ მწვადები და ცეცხლი გააჩინოს ტყეში და მე მგონი ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და ყველამ კარგად ვიცით რომ რიც დამთავრდება მე მან მწვადი შეწვა და ტყის გადაწვა და ნამდვილად არჩვია ეს ნამდვილად არჩვია ეგ არა ესა ცხოვრს გავს ეს ხო ესა შეიძლება იმის
მოკლა არ უნდა მოკლა, ხო? არ უნდა მოკლა. ის თუ ვოკალი უკვე ბრაკონიერი ხარ. რა არის? თხა. შინაური თხა. კი. რომის დაგვრეთ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. შეიძლება შევწდეთ რომ რამე არჩვის ის კონდეს? არა. ცუდი სურათია, ეჭვი არ არის, რომ ეს არჩვი არ არის. შემორჩენილი ბეწვის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შინაური თხა ძალიან დანამდვილებით ეჭვის გარეშე. ეჭვგარეშე. თავრობის განკარგულებით საირმის სამონადირეო მეურნეობას სარგებლის მომტანი უნდა იყოს ბაღდადის და ვანის მოსახლეობისთვის. ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს. დღეისათვის ქვეყანაში სულ 15 სამონადირეო მეურნეობაა. როგორია პრაქტიკა? თისამბებმა 2 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოიპოვა ინფორმაცია ველური ბუნების სააგენტოდან. ლიცენზიები სამონადირო მეურნეობების მოსაწყობად გაიცემა მოთხოვნილ ტერიტორიაზე არსებული სანადირო ფაუნის ყოველგვარი წინასწარი აღრიცხვისა და შეფასების გარეშე. პრაქტიკულად ბრმად. შედეგად, ბოლო 20 წელიწადში შექმნილმა სამონადირეო მეურნეობებმა არანაირი, თუნდაც მცირე პოზიტიური შედეგი არ მისცა ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ეხლა სანადირო მეურნეობები არის იზოლირებული კლუბები, რომელშიც პატრონი და პატრონთან დაახლოებული ვთქვათ პიროვნებები იქ თავის რა ვქვია მხოლოდ ისინი აწარმოებენ ნადირობას ან არსებობს შესაძლებელი მიხვიდა და უზარმაზარი ფასი უნდა გადაიხადო იმისათვის რომ ლეგალურად ინადირო და ამის შესაძლებლობა ძალიან ბევრ მონადირეს არ აქვს. შესაბამისად ჩვენ გვაქვს დღევანდელ დღეს ის გარემოება, როდესაც მონადირები გადიან და ბრაკონიერობენ იმ პირობებში, როდესაც დაცვა ძალიან შესუსტებულია სახელმწიფოს მხრიდან. კაცი, რომელსაც არჩვით ხისგან ვერ გაურჩევია, ვალდებულებას იღებს საირმის ტყეში წითელ ნუსხაში შეყვანილი ორი სახეობა მოამრავლოს. რამოდენიმე მიმართულებით მუშაობთ, მათ შორის დაღესტანიდან გადმოყვანაზე. ირმის ეგ ჰაბიტატი ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე საირმის ტყისთვის შესაბამისია. ხო და აი გეუბნებთ, რამოდენიმე მიმართულებით მუშაობთ გარემოს დაცვის სპეციალისტებთან ერთად, როცა ჩვენ გვექნება იმ ირმის აი თქვათ თავისი საბუთები, გენეტიკა ამავდროულად მე არა ვარ ექსპერტი ამ საქმეში და ბოლომდე ვერ შევალ, თუმცა ვსწავლობ ახლა და 1-2 თვეში მეცვენება კარგად. აი დავდივარ გამოფენებზე და ვსწავლობ. როგორც კი გვექნება გენეტიკა ამ ირმების და არჩვების, ამის შემდეგ შესაძლებელია გადმოყვანა. თუ გადმოვიყვან და ეს არ იქნება იმ გენეტიკის, რაც არის იქ გავრცელებული, მაშინ ტყეში გაშვების უფლება არ აქვს. მაშინ ის შემოღობილში უნდა ყავდეს და ტყეში ვერ გავუშვა. მაგრამ ირმის მოშენება თავისთავად იმ საშენს ცალკე ლიცენზია სჭირდება, კიდევ დარწმუნებული ვარ, იცით ეგ ამბავი, მაგრამ ირმის მოშენება არის ლიცენზიის ყველაზე მთავარი პირობა მათი ბუნებაში გაშვების. მე ხომ მაგარი საქმეა. საიდან აპირებთ? ხო გითხარით კაცო. დაღესტნიდან? არა მარტო, უამრავი შემოთავაზება გვაქვს, მუშაობთ. ხო და ეს სადედა ინდივიდების მოპოვებაც შეზღუდულია. კი, რამდენი ხარირემი უნდა იყოს, რამდენი ნუსხაშია და რადგან ლიცენზიის მთავარი პირობაა ირმის მოშენება და მისი ბუნებაში გაშვება. ანუ ჯერ არ გაქვთ ესე იგი. ცოტა მოგვიანებით. არა. ეხლა მუშაობ. შეიძლება რომ ვერ განახორციელოთ ეს პირობა? არა, განახორციელებთ, რატო ვერ განახორციელებთ? ამ პროექტის განხორციელებისთვის ლიცენზიანტი ვალდებულია არანაკლებ 4 მილიონი ლარი დახარჯოს. სამონადირო მეურნეობა რატო შეიძლება უნდოდეს ადამიანს და ლიცენზია უნდოდეს ადამიანს, ეგ კიდე ცალკე ამბავი არის და ეგეც კიდე ცალკე ასე ვთქვათ ხაფანგი არის საქართველოს კანონმდებლობის. შესაძლებლობა ჩვენი კანონმდებლობით რომ დიდი ფართობის ტყე ავიღო, არის ის რომ აუქციონზე ვიყიდო სამონადირო მეურნეობის ლიცენზია და მე თუ მინდა იქ სულ არ გავაკეთებ ნადირობას. ეგ უკვე სხვა ამბავი არის რა. ხო და შესაძლებელია ამ შემთხვევასთანაც გქონდეს ადგილი. სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია რომ ფიქციაა და სინამდვილეში ბიზნესმენს მხოლოდ ტყე სჭირდებოდა, ამას თავადაც არ უარყოფს. იჯარით ვერ ავიღებთ, იმიტომ რომ არ არის კანონმდებლობა მაგას არ გაწევს მაგის საშუალებას და გავიტანეთ აუქციონზე და ავიღეთ ლიცენზია და მივიღეთ ეს ტყე და მე ტყუილად ხო არ ავიღებდით. სამონადირო მეურნეობის გასაკეთებლად და რეკრეაციული ფერმის გასაკეთებლად უბრალოდ. ეს ყველაფერი კომპლექსში მე არავითარ შემთხვევაში არ დავხარჯავ იქ ათეულობით მილიონს თუ ხედავ რომ ვიღაცემა იქ შეიძლება გადამიწვან საერთოდ ის ტყე და დამიტოვონ მარტო ის სასრიალო ტრასა ან გვერდით შეიძლება რაღაცა ქოხები ამიშენონ
არ შეევალებაში. სასრიალო ტრასა, რომელსაც თემურ კოხოძე ახსენებს, მისი სხვა ახალი პროექტის ნაწილია. 2024 წლის aprilში საქართველოს მთავრობამ მას საირმის თავზე, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში 1000 ლარად თითქმის მთელი მთა გადასცა. ეს მიწაც ნახევარი საუკუნით, პირდაპირ მიყიდვის ფორმით, აუქციონისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. მაგას წოუღია თერი გურიერთებით. საქართველოს მთავრობის განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების კურორტ საირმისთვის პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზების საქართველოს იმპერიის მთავრობა შეიძლება გამყიდო დღეს კილო-კილოდ. ინერტობა დღეს საქართველოს ყველას გამყიდიან ერთ საათში. გაჩომდი. რამე არ მეშინი, არავის არ მეშინი. ეპეგია თავრობა. ნახეთ. მეტრო მიწას არ უტოვებს სოფელს. წევდნენ საკუთარ მობალაკოს და კოხოძე მილიარდები იტყვა, ჯიბეში და იგრიალოს, არავინ არ აგრიალებს. იყიდა ხო კოხოძეს არა, გიჯდა. კოხოძესა, ყველაფერი, აბარაია. ეს გადაწყვეტილებაც პრემიერმა კობახიძემ ისე მიიღო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ. კობახიძე რაც გადაგებიებს შენ და ივანიშვილი და ეს ქერვახა დააყენენ მეველე პრეზიდენტად. იგი მეველე. მეველე იმას კაიცხენი, მეაშვა გამოახდა დაამპრობს საცხა. მის ხონებას ხო არაფერს ვითხო. საცხა ვიყავ, შემეკითხა, მაშინ არ დავდგამდი იმ ბინას იქანა. არ მევიმრავლებდი საქონელს, რო ეთქვა თავიდან და ვიქნებოდი ჩემთვის წევიდოდი საცხა ევროპაში და ვიქნებოდი იქით. ახლა ეს საქონელს რა უყო? დასახლებულ ხარს რო აყრი, კოხოძე კი არა, ვინაც უნდა იყოს პირი დაებანებას, ხედო? დაებანება, რაში უხარ? შენ რაში ვა? იგი თავის საქმეს აკეთებს, იგი და თავის საქმეს იმაშობა. შენ მოგდი შენ თუ გინდა, რაში ვა? წია. შალვა თევდორაძემ საზღვარგარეთ 5 წელი ფიზიკურად იმუშავა, რომ ოჯახიც ერჩინა და 5 სული ძროხაც შეეძინა. თაში ჯერ სხვა მწყემს მიეკედლა. როცა 40 სულამდე ავიდა, საკუთარი პატარა ხის ბინაც ჩადგა. ყველს და სულგუნს საფხულში თაში ამზადებს და შემოდგომაზე ნაწარმი არში ცხენით ჩამოაქვს. საგლახავთ იგდეს ხალხი, მოუმატეს იგი 35 ლარი პენსია. რა არის და ხორცს ვერ იყიდეს ადამიანი და იწამლებს არ ყოფნის და რა არის მაგი. შემეიარო ახლა მთელი სოფლები შემეიარო 200 ლარს ვერ იშოვე. მე ახლა რო დამჭირდეს მაგის იმედი მაქვს რომ თხა მყავს გავყიდო, ღონი მყავს გავყიდო, რაცხა გავყიდო და კარები არ მაქვს და ფანჯარა არ მაქვს სახში. ახალი აშენებული სახლი მაქვს, რაცხა ნაწვალები. დავარებებ თავს კაცო ბოლო ახლა ამ საქმიანობას აბა რა ვქნა. აბა მთაში თუ არ გამაჩერენ, ბარში არ გამაჩერენ, სადაც უყარ მესაქონელი. რასაც რაც იქნება, ის იქნება და მე რასაც მოვიფიქრებ, ან წავალ სადმე საზღვარგარეთ და ანაცხას ვიზა. ასე რომ მეგროვებია 4-5 წელი ვიმუშავე თურქეთში ეს საქონები რომ მეგროვებია რაღაც 2 კაპიკი წელში ვარ გატეხილი ნაშრომი, მაგრამ რა ვქნა. ვანის ალპურ საძოვრებს მიმდებარე სოფლების მკვიდრი მოსახლეობა ასობით წელია იყენებს. ეს საქმიანობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. როგორც კი სოფლებს არ ექნება ზაფხულის საძოვარი, რომელიც არის ეს მთა განსაკუთრებით საირმის მიმდებარე ტერიტორია, ჩემი სოფლის ესე ვთქვათ, აგრეთვე საძოვრად ითვლება და ჩვენ ყოველთვის პატარობიდან მახსოვს, როგორ ემზადებოდა სოფელი, რომ საქონელი გაეყვანათ მთაში. ასე ამბობენ, მთაში მიყვავს საქონელი. ეს არის ის მთა, საირმის მთა, რომელსაც უყურებთ ჩვენ ზუსტად ჩემი სოფლიდან, ეს ამაღლების ზემოთ არის პატარა სოფელი ინაშაური. თუ ჩვენ აღარ მივეცით ამ ხალხს საერთო საძოვრებით სარგებლობის საშუალება, ჩავთვალოთ, რომ სოფლები აღარ იარსებებენ, რაც არის ყოველად დაუშვებელი საქართველოს სიახლოვე. ალპური საძოვრებით 4 მხარის ფერმერები სარგებლობენ: ვანის, ბაღდათის, ჩოხატაურისა და ადიგენის მოსახლეობას ტერიტორია საუკუნეების წინ აქვთ განაწილებული. კოხოძისთვის გადაცემული 1400-მდე ჰექტარი იმერეთის საძოვრებს თითქმის მთლიანად მოიცავს. ხუთლებს, საპრაშელებს, სულორლებს, რომანეთლებს, კორელებს, სეინდრელებს, ამაღლებლებს, ტიხაშხოვლებს, სალხინოვლებს, შვამთელებს. ეგი აქით, გარაღმა, ჩოხატაურლებს, ფოთელებს. საინვესტიციო პირობების თანახმად ახალ მიწათმფლობელს ევალება ამ მთაზე 750 ნომრიანი სასტუმროები და სათხილამურო ტრასები მოაწყოს. იქ არის დაახლოებით 4000-5000 ჰექტარია სულ დაახლოებით. საძოვრებისთვის სჭირდებათ ალბათ 1000 ჰექტარი. ანუ გაცილებით დიდი რაოდენობაა იქ თქვათ მინდვრები
მაგრამ კურორტი შეიძლება დაჭირდეს სულ 100 ჰექტარი. სადაც კურორტი განვითარდება, იქ რა თქმა უნდა საქონელსაც როხას არ შეუშვებს, მაგრამ ზაფხულში ვისრას ან ზამთარში გვერავდნენ, თორე ჩვენ რა ხელი შეგვეშლება არანაირი, პირიქით. გზები ექნებათ ასასვლელი ნორმალური, ზაფხულშიაც ავლენ და ზამთარშიაც ავლენ და თუ კი კიდე ვინმე ექნება სურვილი რომ მაგარი ფერმა გავაკეთოთ, მე იმათთან ერთად მაგარ ფერმას გავაკეთებ და რა ვიცი, ყველანაირ პირობას შევქმნით, რომ გაცილებით უკეთეს პირობებში იცხოვრონ და აკეთონ თავიანთი, მეწარმეები ვინც არიან, აკეთონ თავიანთი საქმე. სამთო სათხილამურო კურორტის განვითარება, სადაც მიწას მოიზომავ, ყველგან შესაძლებელი არ არის. მაგალითად, ვანის საძოვრებზე თოვლი დიდხანს არ ჩერდება და სათხილამუროდ თითქმის უვარგისია. გარდა ამისა, ექსპერტები ალპურ ზონაში ასეთი პროექტის განხორციელებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ. იქ კურორტის განვითარება თავის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე პრაქტიკულად შეუძლებელია. ის არ არის ზამთრის კურორტი. ის გამორიცხულია, რომ გამოყენებულ იქნას ამისთვის. კი უნიკალური ადგილებია, ალპური ზონაა, მაგრამ ალპური ზონა მოითხოვს ჩვენი კანონმდებლობით, ისევე როგორც ნებისმიერი საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის ბიომრავალფეროვნების კანონმდებლობით, სერიოზულ დაცვას. სამთო სათხილამურო კურორტი ანადგურებს ალპურ ზონებს. ეს ყველასთვის მისაღები, ყველასთვის გასაგები მომენტია. ამიტომ ნებისმიერი ქმედება და ჩარევა ხელუხლებელ ალპურ ზონაში არის პრობლემა. საირმის ტყისა და ვანის მთის ამბავი იმ ტენდენციის გაგრძელებაა, როგორ ჩაგრავს სახელმწიფო პატარა ადამიანებს დიდი ფეოდალების ინტერესების სასარგებლოდ, არღვევს მათი საკუთრების უფლებას, მათგან ფარულად არიგებს ტყეებს, რომლითაც ეს ადამიანები საზრდოობენ, აშინებს და ატერორებს ადამიანებს, რომლებიც აქამდე სასამართლოში ნამყოფიც არ არიან. აიძულებს არარსებული დანაშაულები აღიარონ და თავისუფლება ნასესხები ფულით შეინარჩუნონ. დაჩაგრული ადამიანების ერთადერთი დამცველი კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია. სისტემა ცდილობს რიგითი მოქალაქეების უკანასკნელი იმედი დრაკონული კანონებით მოსპოს და ფეოდალებს ველი მთლიანად მოუსუფთავოს. მთის ამბებმა საირმის საქმის გამოძიებაზე 3 თვე იმუშავა. ფილმის დასრულებამდე თემურ კოხოძემ მესამე სარჩელიც შეიტანა. ადგილობრივ მკვიდრ ვეფხია მესხიას მილიონერი ამჯერად Facebook-ის დახურულ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტისთვის ედავება. არის ღვთაებრივი ნეტარება? სოფლისთვის საკმარისი თავშესაქცევი იქნებოდა. რამდენი თავისუფალი დრო აღმოაჩნდა მდიდარი კაცის იურისტების არმიას, მაგრამ სამხიარულოდ საქმე აღარ წაუვიდათ. ბრძოლის დასრულებას ვეღარ მოესწრო ზურაბ თოლორდავა, რომლის ჯანმრთელობა სწორედ ამ დავის დაწყების შემდეგ გაუარესდა. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება თავის ქალაქს ემსახურა, ცხოვრების ბოლოს თაღლითად გამოაცხადეს. სიკვდილის შემდეგ კი ოჯახს შეუთვალეს, რომ ზურაბ თოლორდავას ბაღდათის საპატიო მოქალაქის სტატუსს მიენიჭებენ.